პირველი მიზეზი არის იმპრინტი ავტორიტეტული ფიგურიდან და რას ნიშნავს იმპრინტი. ინფორმაციის ჩაბეჭდას ქვეცნობიერ გონებაში. როცა მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგალითად მშობელი, მასწავლებელი ან ნებისმიერი სხვა უფროსი ამბობს ან აკეთებს რაღაცას, რაც ღრმად იბეჭდება ბავშვის ქვეცნობიერში და მართავს შემდეგს მის ცხოვრებას. მაგალითად, დედამ ერთხელ უთხრა 6 წლის ბავშვს, რა უტანელი ბავშვი ხარ, ვერ ვიტან შენთან ყოფნას. და მას შემდეგ მას ღრმად სჯერა, რომ მისი ყოფნა სხვა ადამიანებისთვის თვითია. შეგვიძლია კიდევ ესეთი შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ, მამა ხშირად უმეურებს ბავშვს, რომ სიტყვაზე ნამდვილი კაცები არ დადიან. ახლა კი ბავშვი ფიქრობს, რომ ემოციების გამოხატვა სირცხვილია და ზნობს შინაგან სიცარიელეს და შფოთს მძიმე ემოციური მდგომარეობის დროს. არა აქვს უნარი ემოციების გამოხატვის. კიდევ ერთი მაგალითი, დედა შვილს ეუბნება, შენ სულელურად აზროვნებ და შენგან ვერასოდეს გამოვა განათლებული ადამიანი. შედეგად ადამიანს უჭირს სწავლის პროცესში ჩართვა და მუდმივად აქვს განცდა, რომ სხვები მასზე ჭკვიანები არიან. კიდევ ესეთი მაგალითი, რომელიც პრაქტიკაში ხშირად ხდება, მამა ეუბნება ბიჭს, რომ მამაკაცებს შიში არ უნდა ჰქონდეს, მამაკაც არაფრის არ ეშინია, არ უნდა ეშინოდეს. რის შედეგადაც, როცა ადამიანი რეალურ შიშს განიცდის, იწყებს საკუთარი თავის დამცირებას, მე სუსტი ვარ, მე ნამდვილი კაცი არ ვარ და ასე შემდეგ. მეორე მიზეზი ეს არის